პრემიერმა ისაუბრა ევროკავშირისა და ევრობიუროკრატების ნდობასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ქართული ხალხი კარგად ხედავსო, რომ ევრობიუროკრატები ემტერებიანო და ეს ნდობას ამცირებსო. ევრობიუროკრატები ასევე ემტერებიან უკრაინას და მოლდოვას და ამის ნათელი მაგალითია, რომ მოლდოვაში ეკონომიკური კრიზისი არის და არ არის დაძლეულიო და ასევე მან ნდობასთან დაკავშირებით ევრობარომეტრის კვლევაც აჩვენებს, რომ ნდობა არის შემცირებული. თქვენ რამდენად ეთანხმებით პრემიერის ამ განცხადების შინაარს და რამ შეამცირა ეს ნდობა კონკრეტულად კონტექსტში განცხადება გააკეთა. აი ეს ჯერ ამას რომ ვასწავლოთ. ხო, როგორ შეიძლება ნდობაზე ვისაუბროთ, ზოგადად, როდესაც ვისმენთ იმ ტიპის განცხადებებს და თუნდაც გადაწყვეტილებებს ხო რეზოლუციების სახით, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილით შემოიფარგლება, სიცრუით არის გაჯერებული. ცხადია, ამ ყველაფერს ქართული ხალხი ძალიან კარგად უყურებს, შეფასებასაც აკეთებს, ანალიზსაც აკეთებს და ეს დამოკიდებულება, რაც არის ქართული სახელმწიფოს მიმართ კატეგორიულად მიუღებელია. რა თქმა უნდა, ევრობიუროკრატიის მიმართ ნდობა შემცირებულია ისევ და ისევ თავიანთი გადაწყვეტილებებით, თავიანთი განცხადებებით და იმ დამოკიდებულებით, იმ არასამართლიანი დამოკიდებულებით, რაც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ აქვთ. გუშინას ვაშინგტონში გაიმართა პოლიტიკური ტერორიზმის შესახებ მინისტერიალი და მარკო რუბიოს მიწვევით იმყოფებოდა მაკა ბოჭორიშვილი და რომ გითხრათ ზოგადად პოლიტიკური ტერორიზმი რა სახის პრობლემაა და ამ მიმართულებით საქართველოში რა გამოწვევები იყო? აი ძალიან კარგი მაგალითია თუნდაც იმისა, რომ აუხსნათ საზოგადოებას რას ნიშნავს პოლიტიკური ტერორიზმი, ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ. აი ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოეპყრო სხვა სახელმწიფოს ეს განცხადებები, რასაც ვისმენთ, არასამართლიანი დამოკიდებულება, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, სუვერენული სახელმწიფო, ამ დამოუკიდებლობისთვის წინა თაობებმა სისხლი დაღვარეს და არავის არ მიეცემა ის შესაძლებლობა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი, თავისუფლება და დამოუკიდებლობა ფეხქვეშ გათელოს. ვინც არ უნდა იყოს, ეს იქნება ევრობიუროკრატი ან რომელიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივისცეს ქართულ სახელმწიფოებრიობას, პატივისცეს ჩვენ სუვერენიტეტს და ქართული ხალხის ნებას. ნიკა გვარამიას განცხადებაზე მინდა კითხოთ, მან თქვა, რომ როდესაც უკრაინა ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება მის აღდგენაშიო. საქართველოს არავინ არ მიასრულებს ამ ტრილიონებთან, რაზე წუხს რეალურად ნიკა? და დავამატოთ, ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ქვეყანა ომში იმყოფება, მას აძლევენ სისხლის სახით ამ თანხას და წლების განმავლობაში უწევს ამ თანხის დაფარვა. და რომ გითხრათ, აი რა ტრილიონებზე წარმოუდგენელი განცხადება მოვისმინეთ Deep State-ის წარმომადგენლის მხრიდან, კონკრეტულად გვარამიემ გააკეთა აღნიშნული განცხადება, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინა მოიგებს ომს, ტრილიონებს დაახარჯავენ და საქართველოს არაფერი არ შეხვდება. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ Deep State და მის აგენტურა დღემდე მისდირის იმას, რომ საქართველო არ აყვა მათ ავანტიურას, არ ჩაერთო ომში და ქვეყანაში არ გახსნა მეორე ფრონტი. ესე იგი, ომის და მეორე ფრონტის მსურველები დღესაც გამოდიან და საჯაროდ გვიმტკიცებენ იმას, რომ უკრაინა არის საუკეთესო მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა, რომ დაკარგა ტერიტორიები, 100,000-ობით ადამიანია დაღუპული, ინფრასტრუქტურა განადგურებული, რა ვიცი, უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება, მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოს არის ცუდ მდგომარეობაში, იმიტომ რომ საქართველოს არ დაიწყო ომი, არ გააჩაღა მეორე ფრონტი ქვეყანაში, ამას გვიმტკიცებენ ეს აგენტურის წარმომადგენლები. ეს კიდევ ნათელი მაგალითია იმისა, თუ რას ცდილობენ ამ ტიპის განცხადებებით. ხო, პირველი რომ გაამართლონ ის დანაშაული, რაც 2008 წლის ომად განადგურებულ ინფრასტრუქტურად, დაკარგულ ტერიტორიებად, უამრავი გარდაცვლილი ადამიანად დაუჯდა ჩვენს ქვეყანას, ის რაც მოხდა, ეს ხო ძალიან მძიმე დანაშაული და კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ Deep State-ის ზოგადად საერთოდ ართulis და საერთოდ არაინტერესებს სახელმწიფოებრიობის ბედი. იქნება სახელმწიფო, არ იქნება, მათთვის თავარი არის ის, რომ ის დავალებები რაც წამოვა,
საერთოდ არ აინტერესებს ხალხი დაიღუპება, რა მოხდება, განადგურებული ქალაქები, დაკარგული ტერიტორიები, ეს არ აინტერესებს საერთოდ. მათთვის მთავარია, რომ ის დავალებები და თავიანთი ინტერესი რაც არის, ამ ინტერესს შეეწიროს ისეთი ქვეყნები, როგორც არის საქართველო, მაგრამ დღეს საქართველოს ხავს ხელისუფლება, ვინც პირველ რიგში ატარებს ქვეყნის ინტერესს და ქართველი ხალხის ინტერესს. შესაბამისად, ეს განცხადებები ყველაფერზე ძალიან კარგად მიუთითებს. თუ გინდათ პარალელები რო გავავლოთ, გავიხსენოთ ჩვენ კანდიდატის სტატუსი როდესაც არ მოგცეს. რა განცხადებებს აკეთებდნენ ეს აგენტურის წარმომადგენლები, რომ ქვეყანამ თითქოს მილიარდები დაკარგა, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგცეს. და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და ვსვავ ძალიან მარტივ კითხვას. სად არის ეს მილიარდები, რომელიც ქვეყანას უნდა მიეღო საჩუქრად? და საჩუქრად არავინ არაფერს არ იძლევა. 2008 წლის ომის შემდეგ მოცემული თანხების დღესაც მთავრობა კრედიტის სახით აბრუნებს და იხდის ამ ვალებს. ეს არის რეალობა. რიყის დოქებზე უნდა გკითხოთ ბატონო კახა სტუდიო ფუქსასმა მოგმართათ, ისინი ითხოვენ რომ დემონტაჟის პროცესი გაჩერდეს, დაიწყოს მოლაპარაკება და გადაიხედოს ეს საკითხი, მოუძებნოს თქვენმა გუნდმა რაიმე ახალი ფუნქცია. ცდილობდნენ ისინი კომუნიკაციას, როგორც საკუთარ განცხადებაში წერენ, რატომ არ პასუხობს მერია ამდენი ხანია რიყის დოქების ავტორ არქიტექტორს. და საცდე რა კომუნიკაციაა? ისინი წერენ საკუთარ განცხადებაში, რომ მერიას რამდენჯერმე მიმართეს თხოვნით, ამას თქვენ მოცემულობად იღებთ, რეალობად იღებთ? წერილობით ხომ არ იტყუებია ბატონო კახა. გააქვთ წერილი რომ აჩვენოთ? რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამიტომ გადაამოწმეთ, ნახეთ. არა, გავუწევ ეს წერილი ოფიციალურად იტალიურ არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული, წერილი რო ყოფილიყო შემოსული, მას ექნებოდა შესაბამისი პასუხი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მხრიდან. აპირებთ მსჯელობას ამ საკითხზე, რომ გადაიხედოს თქვათ დემონტაჟი და მოეძებნოს რიყის დოქებს ახალი ფუნქცია. რიყის დოქებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია. ეს იყო სრულად უფუნქციო შენობა ნაგებობა, აბსოლუტურად გაუმართლებელი, როდესაც თავის დროზე ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა ყველანაირად უფუნქციო და შესაბამისად ის არის დღეს კერძოდ მესაკუთრე. მუნიციპალიტეტს და ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს არის კერძო საკუთრება. წარმომადგენლები ამბობენ, რომ ესეთი რამ პრაქტიკაში არ ქონიათ, რომ მათი ავტორობით აშენებულ შენობას ავტორებთან კომუნიკაციის გარეშე უპირებენ დემონტაჟს. მაგალითად, გთავაზობენ ერთ-ერთ ვერსიად, რომ გადაიტანოთ სხვა ადგილას და ისე მოუძებნოთ ფუნქცია. ამ ვერსიასაც არ განიხილავთ? ეს არ არის მუნიციპალიტეტის საკუთრება, ეს არის კერძო საკუთრება და შეგიძლიათ და მათაც შეუძლიათ თქვენ შეგიძლიათ კერძო მესაკუთრესთან, მეპატრონესთან აწარმოოთ ჩვენთან რაც იყო მომართვიანობა დემონტაჟთან დაკავშირებით, თქვენ იცით რომ ნებისმიერ შენობა ნაგებობას, რომელსაც უტარდება დემონტაჟი, მას სჭირდება შეთანხმება არქიტექტურის სამსახურთან და ამ შემთხვევაშიც იგივე მოხდა. სხვა ეხა ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით ვიღაცამ გადაიტანოს, სხვაგან დაიდგას, ეს არ შედის ჩვენს კომპეტენციაში. მას ხავს კერძო მესაკუთრე და უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრესთან. ბატონო, როგორც ქართული ეცნობის წარმომადგენელს ისინი და ისო ჯგუფი და SMART რატომ სარგებლობს საქართველოს ავტობანებზე ექსკლუზიურობით? ხომ არის დაკავშირებული ეს იმასთან, რომ სესო ხალხაძე არის ესე ვთქვათ ქართული ეცნობის მეგობარი ბიზნესმენი და მას უადვილდება რაღაც მარკეტების გახსნა, იგივე სამშენებლო ნებართვების მიღება, როგორც ქართული ეცნობის ბიზნესი. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ SMART-ი და ვისოლ ჯგუფი როდიდან მოღვაწეობს, რომელ ავტობანზე გაქვს საუბარი? დასავლეთის მიმართულებით. აბა გაიხსენეთ, თქვენ რომელ ტელევიზიას წარმოადგენთ? ფორმულას. მე კარგი მახსოვრობა უნდა გქონდეთ, გაიხსენეთ, აბა როდის იყო პირველად, როდესაც SMART-ს მიეცა უფლება გორში გაიხსნათ ის პროექტი ბენზინგასამართის სადგური და სავაჭრო ცენტრი. ხო, გახსოვთ რომელ წელს იყო და ვის ხელისუფლების პირობებში მოხდა ეს? ზუსტად წელი არ მახსოვს, თუმცა ფაქტია, რომ არა, აი კარგად მიდიოდით ახლა. როდის იყო? გახსოვთ ხო?
ეს იყო 2012 წლამდე, წინა ხელისუფლების პირობებში. მაგრამ თქვენ იმასაც ხო არ გამორიცხავთ, რომ ხაკაზე ახლა ქართულ ოცნებას ლობირებთ და თქვენი მეგობარ ბიზნესში. და რატო ძალიან კარგ საქმიანობას ახორციელებს და რატო ამაში პრობლემა თქვენ არ მოგწონთ ის რაც არის გაკეთებული? მას აქვს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მარკეტი არის თორ საქართველოში. თქვენ თუ ხართ ნაკობის მარჯი და გინახოთ ფასები. ყოველთვის ჩერდები ხოლმე სხვათა შორის 20%-ით მეტი ფასები ვიდრე ну ეს ახლა ბიზნეს საქმიანობა არის და კონკურენცია არის და თუ მაღალი ფასები აქვს და ძალიან დიდია სხვაობა, დარწმუნებული ვარ, მაშინ მომხმარებელი არ შევა მაგასთან და მივა ისეთ სუპერმარკეტში და ისეთ სავაჭრო ქსელში, სადაც უფრო იაფია. დღეს ხო ერთი კონკრეტული ბიზნეს სუბიექტი არ არის წარმოდგენილი. ძალიან ბევრი სავაჭრო ცენტრებია, ძალიან ბევრი სუპერმარკეტებია და კონკურენციაც საკმაოდ მაღალია. როცა ავტობანზე ხარ, ეს შესაძლებლობა არ გაქვს, მარტო სმარტფონში და იძულებული ხარ იქ გაჩერდე. და ხო სხვასაც ხო შეუძლია გააკეთოს იგივე უამრავი ბენზინგასამართლისადგურია, ხო რა პრობლემაა. ბატონო კახა სასტუმრო საქართველოზე უნდა გკითხოთ, ვარად 3000 კვადრატული მელიქიშვილის გამზირზე ქალაქის ცენტრში, როგორ მიიღო კომპანიამ ქართულ ბანკის იპოთეკაში იყო სასტუმრო საქართველო და ორჯერ ძვირად გაყიდა ვარად მიღებული ამ ტერიტორიის შემდეგ კომპანიამ ლაშა კვაჭაძის კომპანია. ეს გითხარით, მას შემდეგ რაც აიკრძალა ვარად პრივატიზაცია, ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენებისთვის ეს წესი არ მოქმედებს, იმიტომ კერძო განკუთრება იყო სასტუმრო საქართველოს არა, 3000 კვადრატული იყო სახელმწიფოს ბალანსზე დარჩენილი და სახელმწიფო მლარად არა მაქვს ინფორმაცია მაგაზე, დარწმუნებული ვარ, არასწორ ინფორმაციას ავცელებთ და დოკუმენტები მაქვს ბატონო, ხაი მოდანილი ნახეთ ლაშა კვაჭაძის კომპანია, ეს საქართველოს 20-21 წლით. დოკუმენტია 3237 კვადრატული მეტრია, რომელიც იყო სახელმწიფოს ბალანსზე დარჩენილი, როგორც ამბობენ. ეს რა? ეს კვლევა სტუდია მონიტორი შემჩნეულია ძალიან ბევრჯერ სიცრუეში, გამოჭერილი ვყავს ძალიან ბევრჯერ ტყუილში და ამიტომ თქვენც რომ არ მოგატყუოთ, არ ენდოთ აღნიშნულ, რა ქვია, მონიტორს. არა, დოკუმენტები მე ვნახე და ამიტომ გეკითხები. ეს არ არის დოკუმენტები. გამოგიგზავნით აუცილებლად თქვენს ეს არ არის დოკუმენტები. ეს არ არის დოკუმენტები. ანუ თქვენ ამას ასაღებდით როგორც დოკუმენტებს და ახლა ძალიან მიხარია რომ მომყვებით ლოგიკაში და მეუბნებით რომ ეს არ არის დოკუმენტები. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება არ ენდოთ სტუდია მონიტორს, იმიტომ რომ შემჩნეულები არიან თაღლითობაში და შემჩნეულები არიან ტყუილში. პრივატიზაცია არა დაიკრძალა. ლაშა კვაჭაძის გავლენების დამსახურება, თუ ლაშა კვაჭაძე არის ვინ არის და ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენი რო და მათ არის თქვენს ოჯახთან. ბატონო, მადლობა. ლაშა კვაჭაძე, მისი გავლენება